მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. დღეს არის პროტესტის 27 დღე უკვე, უწყვეტი პროტესტი. სულ ვამბობ, რომ საქართველოს ისტორიაში მართლა არ ყოფილა ამდენ ხნიანი, გრძელვადიანი, სოლიდარული სახალხო პროტესტი, რომელიც მომსწრეებიც ვართ, ნამდვილად ისტორია იწერება ახლა თბილისის ქუჩებში და მეც და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანს უხარია, რომ ამ პროტესტის მონაწილე არის, იმიტომ რომ ამასაც ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ამ ყველაფრის მონაწილეობა არის პრივილეგია, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად ცხადია. ჩვენ გადაცემაში თითქმის უკვე ყოველდღიურად, სამწუხაროდ ყოველდღიურად ყავს ადამიანები, რომლებიც რუსული რეჟიმის მსხვერპლი არიან და საკუთარ თავზე გამოცადეს ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მას შემდეგ რაც ისინი უკანონოდ დააკავეს და დღესაც ყავს სტუმრად ბიზნესმენი, დემონსტრანტი, რომელიც დააკავეს აქციაზე და გარდა იმისა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას ასევე წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი, სადაც მას საკმაოდ, ასე ვთქვათ, მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაგრამ ამ ტელეფონში ინახებოდა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მის ბიზნესთან და მხოლოდ ამ ტელეფონით არის შესაძლებელი იმ წვდომა იმ პლატფორმაზე, სადაც მას ეს კრიპტოვალუტა ჰქონდა განთავსებული. ავთანდილ კუჭავა ყავს ჩართვით, როგორც ვიცი. მოგესალმებით, ავთო. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ გრძნობთ თავს, როგორ ხართ და შემდეგ საინტერესო არის ალბათ და მნიშვნელოვანი, რომ თქვენი ისტორიაც მოყვეთ. მოგესალმებით, მადლობა. ნორმალურად უკვე ნელა გამოდივარ მდგომარეობაზე. საკმაოდ ძიმე ტვინი შერყევა ჰქონდათ და ბეჭის მოტეხილობა, როგორც ვიცი, ხო? როგორ მოხდა თქვენი, ასე ვთქვათ, დაკავება და როგორ განვითარდა მოვლენები საპროტესტო აქციაზე? 29 ნოემბრის ხამე, ანუ 30 ნოემბერი იყო დაწყებული, როცა დაგვაყავეს. ჩვენ მოვჭით შეხვედრას. ერთ-ერთი ბიზნეს შეხვედრა ჰქონდა ჩვენი კომპანიის მიმართულებით. და ზოგადად ესე გვაქვს ხოლმე ყოველთვის და ამ შეხვედრის მერე უკვე ჩემი მეგობარი რომ უნდა გვენახა ჩემს ერთ მეგობარს. იმ 00 საათს და 57 წუთზე ყოფილვართ მისულები, იმიტომ რომ სკროლებით რო წავედით, დავაპარკინგეთ ოპერასთან მაგ დროს. და იქიდან დაახლოებით 9 საათიც არ იყო გასული, ჩვენ უკვე ნაცემები ვიყავით და დაკავებულები ვიყავით. გიმნაზიასთან აღმოჩნდით, იმიტომ რომ ხალხი ჩვენ როცა მივედით, მაგროს არ ჩანდა არაფერი ოპერადან, ძალიან დიდი მასა იყო ხალხის და ვეძებდით დავით ჩვენ მეგობარს მარტო იყო აქციაზე და შესაბამისად მარტო არ უნდა ყოფილიყო, ან მარტო ყოფნა აქციაზე ზოგადად არ არის ხოლმე უსაფრთხო და ამიტომაც ჩვენც მივედით, რომ დავითთან ერთად ყოფილიყავით და ძალიან წამოგვეყვანა იქიდან და გიმნაზიასთან რო გადავედით, მაგროს უკვე გამოვარდნენ პოლიციელები და მე კი გამოვედი უკან, მაგრამ ჩემ მეგობარი შერჩა ესე ვთქვათ. და უკან რომ მივიხედე, უკვე ძირსექტორ ნაცემი იყო და მეც შევგვუნდი უკან პოლიციელებში, რომ აღარ ეცემათ და დაეკავებინათ. და მე რობოკოპმა ერთ-ერთმა რობოკოპმა ააყენა ფეხზე და გადაყავდა. მე მითხარ რომ თავისუფალი ხარ, შეგიძლია წახვიდეო, უბრალოდ მე ვთხარი რომ არ არის პრობლემა, ჩემს მეგობართან ერთად დამატავე, მე წამოყვები. და მოკლედ ჩვენს ქულას დაიწერე და ჩვენც არ გვაქვს პრობლემა, ახლა ერთი დღე რომ იზოლატორში გავატაროთ მაგაზე პრეტენზიები არ გვექნება თქო და გადავედით, წავყევით პარლამენტის წინ, მე ჩემი მეგობარი და რობოკოპი ვიყავით, მაგროს არც ცემდნენ ჯერჯერობით მე ყოველ შემთხვევაში და არც არაფერი ხდებოდა, მე პარლამენტის წინ დავდექით და შუაში იქ ვსაუბრობდით და ამ საუბრის დროს მოვარდნენ ჯერ ჩემ მეგობარს ეცნენ არაიდენტიფიცირებული შავებში ჩაცმული ხალხი და ცემა დაუწყეს და მაგროსაც დავიწყეთ ნუ უთხრათ მეთქი, იმიტომ რომ არაფერი გაუკეთებია და შეხედეთ ჯერ 2 წუთის მოსულია და გინებასაც ვერ მოასწრებდა თქო. მაგროს შეწვიტეს ცემა ჩემ მეგობრის და დაიწყეს ჩხრეკვა. მე ჩემზე უთხრა ერთ-ერთმა, ჩემთან მოვარდა მეორე, რომ ერთი ამას უნახეო, მობილურიო და მე მობილურს რომ მიაგნეს ან ჯიბეში რომ მქონდა, მე აღარ მივეცი და აღარ მიცემის გამო დაიწყეს ჩემი ცემაც. და ამის გამო არ ვაძლევდი ზუსტად მობილურს, რომ მან მქონდა
ჩემი კრიპტოაქტივები, რომელსაც ჩემს გარეშე ისინი იმათ ვერ ეკნებათ წვდომა და მე მობილურის გარეშე ვერ მექნება წვდომა. უბრალოდ ისე დაიმთხვა იმ დროს, რომ ერთჯერად საფულეზე მომიწია გატარება ჩემი კრიპტოაქტივების, რომ მე გადამეტანა ჩემ ძირითად საფულეს. ხო, ამ დროს დაახლოებით 3-ჯერ გავიქცე ცემის დროს. და გათიშულზეც ან თვალს ამდენჯერაც გავახელდი, ხელფეხს რო ვერ ვზონდი და თავ რომ მეხორო და იმდენჯერ მიმატებდნენ მაგროს ან ფეხს და მაგროს მომტყდა ზედა ბეჭიც ერთ-ერთ თითქოს წამოყენების დროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ასე ვთქვათ ამასაც ავთო საინტერესო არის თუ გქონდათ როდესაც პოლიციელები რამეს გეუბნებოდნენ ამ ცემის დროს, იმიტომ რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც რაღაცა დამამცირებელ სიტყვებსაც გარდა გინებისა კიდე გქონდათ ხოლმე რაღაც მუქარის შემცველი ფრაზები. არ ვიცი, მართლა გითხრათ შეიძლება, მაგრამ მე გათიშული ვიყავი, არაფერი მესმოდა მაგ. ავთადილ, საინტერესო არის სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში ალბათ განცხადება შეტანილი გაქვთ თქვენ პირად ნივთებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა თქვენს მობილურ ტელეფონში. რა პასუხი მიიღეთ იქიდან და სად არის თქვენი ტელეფონი, რას გეუბნებიან? არც ერთ უწყებას არაფერი გაუკეთებია, სიმართლე ვთქვი, არც მაქვს იმედი და ილუზია, რომ რომელიმე უწყება რამეს გააკეთებს და ახლა რომელიმე, ასე ვთქვათ, უწყება ამოიღებს ამ ტელეფონს. ერთადერთი მინდა რომ იდეა მივაწოდო ამ გენიოს ადამიანს, რომელმაც ის ჩაიდო ჯიბეში, რაც არ ეკუთვნის მას და სხვის ნივთების წაღებას შეჩოვლდა მოპარვას. როგორღაც თვითონ თუ ვერ იფიქრებს ისე მაინც მოიფიქროს, რომ ვინმე სხვას მაინც გამოატანოს, რომ იმან მიიღოს ჯილდო, რომელიც დავაწესე ამ მობილურისთვის, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ჩემს გარეშე სულ რომ ჩრდილოეთ კორეის ჰაკერები ჩამოიყვანოს, იმ შავ 156-ს გვერდს ვერ აუვლიან საერთო ჯამში და ამიტომ ჯობია რომ თვითონ თუ არა მაგის შნოდა უნარი ამდენი იფიქროს და რა თქმა უნდა ჩემი გადმოსახედიდან არა აქვს კიდეც მაგის შნოდა უნარი მაგდენი იფიქროს, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ჯიბეში სად ჩაიდებდა სხვის მობილურ ტელეფონს და 300 ლარად არ ეცდებოდა ჩაებარებინა ლომბარდში, ჯობია რომ ან მიიტანოს იმ ლომბარდში და იმან აიღოს თავისი ჯილდო და მე გაიყო თვითონ, ან მოკლედ რამე ისეთი მოიფიქროს, რომ ჩემამდე მოვიდეს მობილური. ავთო, მე როგორც ვიცი GPS-ით რაღაც გამოჩნდა ეგ ტელეფონი რაღაც პერიოდი და ასევე ძალიან კომიკური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, რომ თქოს არანაირი ადგილი არ ქონია ადამიანის პირადი ნივთების გატაცებას, მოპარვას და თქვენ არ ხართ ერთადერთი, რომლის ტელეფონიც გამოჩნდა GPS-ზე, იმ აპლიკაციით, რომელთაც მოპარულ ტელეფონებს ეძებენ ხოლმე, როგორც წესი, რამდენიმე დაფიქსირდა მოდულის შენობაში, რამდენიმე დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და რამდენიმე ლომბარდში. თქვენ შემთხვევაში სად აღმოჩნდა ტელეფონი, რომელზეც გამოჩნდა GPS სისტემაზე? ჩემი მობილური აღმოჩნდა სხვათა შორის მე მას შემდეგ მე იქამდე ვეძებდი ჩემი ძალებით ამ მობილურს 22 დღე. იმიტომ რომ ვიცი როგორაც იქცევიან ხოლმე და თურმე როგორც გავიგე ვიღაცებს პრეტენზია ჰქონიათ რომ რას სჭირდებოდა ეს პოსტიო აქეთ ჰქონიათ თურმე პრეტენზია იგივე ადგილას სადაც ერთ-ერთი სიუჟეტის დროს აჩვენეს ერთ-ერთი მამაკაცის მობილური რომელიც მობილურით აჩვენებდა სად არის მისი ასე ვთქვათ ტექნიკა ახლა აი ზუსტად იქ იყო რა ადგილი იყო ეს ავთანდილ რა ადგილია გორის ჭავჭავაძის ქუჩაზე აჩვენებდა ზუსტად იმ წერტილში, სადაც აი მამაკაცის მობილური აჩვენა და ამის მერე დაპოსტე რომ ეთყობა ერთად აქვს მიტანილი. ვიღაცას რამდენიმე ერთად აქვს მიტანილი იმ ადგილას. ან აი კლაუდის მოხსნა სადა და ვერ მოხსნა ვერც ერთზე ან მასზე ან ჩემზე და ასე შემდეგ და მე უკვე სავარაუდოდ ან ნაწილებად აპირებს რომ ჩააბაროს ან ის ნაწილებად რომ ჩააბაროს აი მაგ ნაწილებს ვისთანაც ჩააბარებს ის ადამიანები დაგვიკავშირდეს მაგალითად პლატა არ გაგვიტეხოს არ გაგვიფუჭოს და მოგცეს მანდაც შევძლებთ რომ აღვადგინოთ იმ ინფორმაციაზე მივიღოთ ცდომა
ხო, ну მესმის რომ მან კრიპტოაქტივებზეა საუბარი, რომელიც არ იქნება დაბალი ღირებულების და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ თანხაზე არის საუბარი მან და კიდე უფრო არ ვიცი რა დავარქვა იმას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრო კიდე აღწელებს იმ განცხადებებს, რომ თითქოს არანაირი ადგილი არ აქვს მოპარვას. ჩემი გადმოსახედიდან სამინისტროები სხვა რეალობაში ცხოვრობენ და რეალურად ხალხის სხვა რეალობაში ცხოვრობთ. მათ შორის მე მაგალითად არ ვეძახი. მე ახლა 28 წლის ვარ და საერთოდ არ ვეძახი ბიზნესს მაგალითად, რომელსაც დაუშვათ თქვენ ან სხვები ეძახით ხოლმე ბიზნესს, თუნდაც გუშინ რა იყვნენ შეკრებაზე. მე არ ვეძახი მათ ბიზნესს. ბიზნესი არის ის საქმიანობა, რომლის დროსაც შენ ან მარკეტინგულად ან კონკურენტულად ოცხახა შესული რაღაც საქმიანობაში, თავრობა რო წავიდეს და შეიცვალოს, შენ ისევ ფულს აკეთებ. კი, ანუ გამონაკლისების გარდა იქ იყვნენ ცეხავიკები. ხო, გამონაკლისები იყვნენ, მაგრამ ძირითადად იქ იყვნენ ცეხავიკები, როგორც ეძახიან ბრჭყალებში, მინდა ეს სიტყვა, მაგრამ კი ბატონო. ავთანდილ, ასევე ვიცით რომ თქვენ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაიწყო სამართალწარმოება და სასამართლოც ჩატარდა, ვიცი რომ ამ სასამართლოს ესწრებოდნენ უცხოელი დიპლომატებიც მათ შორის, როგორ ჩაიარა ამ სასამართლომ და თქვენ ალბათ დისტანციურად ჩაერთვეთ თუ გქონდათ საერთოდ ამის შესაძლებლობა, რა მოხდა სასამართლოზე? მე დისტანციურად ჩავერთე, უბრალოდ მანამდე მქონდა პირველი პროცესი, როცა ჩემმა ადვოკატმა თვითონ მოითხოვა რომ გადაედო პროცესი, დააჩვენეს ჩემი სამედიცინო დასკვნაც და გადამიდეს 15 იანვარს უნდა გადაედოთ, მაგალითად 5 იანვარს უნდა გადაედოთ, მაგის მაგივრად 18 დეკემბერს. 18 დეკემბერს მე ჩავერთე უკვე დისტანციურად და როგორც კი დაინახეს მე ჩემი შტაბ-ჭრილება ეგ არის ახლა. ვინც არ უნდა მესაუბრო სასამართლოსთან დაკავშირებით, არ ვიცი ახლა სირაქლემას პოზაში ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებ და არც არხაბდი არ ვაპირებდი. ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, რომელი ბიზნესმენი ან რომელი მოქალაქე მეტყვის, რომ დღეს სასამართლოს ენდობა. ან მე ეგეც არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, ჩემს ირგვლივ, არც ჩემი მეგობრების ირგვლივ, არც ჩემი ახლობლების და პარტნიორების ირგვლივ. და სასამართლოზე 18 დეკემბერს მოსამართლემ უკვე თავისი ნებით გადაწყვიტა, რომ გადაედო 15 იანვარს, იმიტომ რომ მე წოლითი რეჟიმი მქონდა და სავარაუდოდ არ ვიცი. ეს მორალური ის უნდოდა რომ გაეკარწყლებინა, რომ დაწოლილი ნაცემი ადამიანის გასამართლებას, მოდი ფეხზე რომ დადგები, მე მოვხედავთ ეს მესიჯი უფრო იყო თუ რა იყო, მაგას 15 იანვარს გავიგეთ ჩემს. ავთანდილ, თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ და რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ხოლმე ყველა ადამიანზე არა აქვს მნიშვნელობა ასაკს, როდესაც ატყობ რომ უსამართლოდ ექცევიან ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან, ძალიან მტკივნეული არის ეს ყველაფერი. მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად დრო რო გადის, ნელ-ნელა რაღაცნაირად ვაანალიზებთ ხოლმე ამ მომხდარს და მე ვფიქრობ რომ რაღაცა სხვა ძალა გემატება თითქოს ადამიანს ამ ყველაფრის მერე. ესეც ერთგვარი გამოცდილებაა ძალიან ცუდი და მძიმე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი გამოცდილება აძლიერებს ადამიანს და რაღაცნაირად უფრო ბრძოლის უნარიანს ხდის. როგორ მოხდა და როგორ არის თქვენ შემთხვევაში? ჩემ შემთხვევაში მე ნახევრად ედიცვანი ვარ, კუჭავა ვარად, ქუთაისში დაბადებული გაზრდილი ვარ და როგორ გითხრათ, ამით უკვე ნათქვამია, როგორაც მოხდებოდა ახლა ჩემი დაშინება, შეშინება დაჩაგვრა და ასე შემდეგ ეგეთი მარტივის არა. მით უმეტეს ახლა ცემით როგორც ქუთაისში ამბობდნენ ჩემს ბავშვობაში არასწორი ხელი ვის არ მოხვედრიაოდა, მთავარია სწორი ხელი არ მოხვდესო და ეგ არ არის პრობლემა საერთოდ ახლა. ავთანდილ, თქვენ პირველ დღეებში შეგემთხვათ ეს ყველაფერი ახალი დაწყებული იყო ყველაფერი და თქვენ შემდეგ საერთოდ კასკადი იყო მოკლედ ამ ადამიანების დაკავების და ცემის და 300-მდე ადამიანი არის ნაცემი და აქედან დიდი ნაწილი ნახევარზე ბევრად მეტი იყო ჰოსპიტალიზირებული. ყველა თანხმდებით ალბათ იმაზე, რომ ეს ერთ-ერთ რაღაცას ემსახურებოდა, ეს არის ადამიანების დაშინება, დემონსტრანტების დაშინება და მუხტის ჩაქრობა და მოკლედ ამ საპროტესტო მუხტის რაღაცნაირად შეჩერება. 27 დღე არის დღეს და მაინც მუხტი მზარდია, ჩემი აზრით. საინტერესოა თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, როგორ მუშაობს ეს ქართულ რეალობაში დაშინება ამ ადამიანების ცემით და დაკავებებით და ხომ არ იღებს სინამდვილეში ქართული ოცნება უყურ რეაქციას ამ თავის ქმედებებით. ან მე არ მესმის ამ ადამიანების მოქმედება. ანუ თავის საქმეშიც კი არ არიან პროფესიონალები, ანუ თაღლითობაშიც კი არ არიან პროფესიონალები, ცემაშიც კი არ არიან პროფესიონალები. საქართველოში რომ ესე უმკლავდებით, ან ჩვენ გავხსენით იმ დღეს. ესე დაგვემთხვა, ჩვენ გავხსენით ეს ასე ვთქვათ ამბები და ჩვენს მერე დაიწყო ყველა. ხო, 30-ის დილა ერთ-ერთი პირველი დღე იყო რა, ამ ყველაფრის, როდესაც დაიწყო უკვე ესეთი ფიზიკური ანგარიშტორებები.
კი ბატონო და ანუ როგორ წარმოუდგენიათ რომც გაიმარჯვონ აი დავუშვათ მათი გადმოსახედიდან მოიგეს აი როგორ გავაგრძელებთ თანაცხოვრებას აი მე მაგალითად როგორ უნდა გავაგრძელო თანაცხოვრება იმ ხალხთან ერთად მინიმუმ თავმოყარება ხომ აქვს რაღაც ჩემი პრინციპები ხომ აქვს მაგ ხალხთან ერთად როგორ შეიძლება რომ გავაგრძელო თანაცხოვრება ან გაერეთ რომ გავარ ქუჩაში პოლიციის ფორმაში ჩაცმულ ადამიანს რომ დავინახავ იმის მიმართ პატივისცემა როგორ უნდა მქონდეს ან ნებისმიერი იმ ადამიანის მიმართ რომელიც თუნდაც მათი მხარდამჭერი იქნება ანუ ეგ როგორ წარმოუდგენიათ რომ ამ ყველაფრის მერე რაც გააკეთეს ეგ როგორ შეიძლება მოხდეს ანუ მაგათი ასე რომ ვთქვათ მაგათი ერთგული ვითომ მხარდამჭერები მიწყავთ ჯერჯერობით სანამ ფული მაქეთ არის იქამდე რომ მათ ირგვლივ ტრიალებენ და როგორც კი ფული არ იქნება რომ საერთოდ გაქრებია აი ეგენი ვინწყავთ ახლა მაგათ მაგალითად რა არა მაგ საუბარი ვისაც მართლა მოსწონს პირობითად ქართული ოცნება მაგ საუბარი აი ხალხიც ესე არის ჯერ ნაცებისოს ნაცები იყვნენ კოცებისოს კოცები არიან და მომავალში რაც იქნება კიდე ისინი იქნებიან აი როგორ წარმოუდგენიათ რომ ჩვენ არის ხალხი რომ გავიწევით გვერდზე მე რას გააკეთებენ ან რა არის შემდეგი ნაბიჯი რა არის როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ან თუნდაც პროფესიონალი კადრები რომელსაც მინიმუმ თავმოყარება აქვს შერჩენილი რომელიც ნაცემია დღეს და დაუშვათ ის რეალობა წარმოვიდგინოთ რომ აი ესენი აგრძელებენ თავის ასე ვთქვათ ყიჟინას გამარჯვებისას აი როგორ წარმოუდგენიათ ის პროფესიონალი კადრები როგორ ჩებიან მათ ბიზნესებში და როგორ აგრძელებენ და ძალიან დიდი ხანი რომ წუწუნებდნენ ხოლმე რომ პროფესიონალი კადრები არ მუშაობენ ჩვენთან და ხელფასებს რო არ უხდიან ნორმალურად ეგ როგორ წარმოუდგენიათ მე არ ვიცი რა რეალობაში ცხოვრობენ ესენი არ ვიცი ვიყავთ გადაწყვეტილების მიღებები ეს პატარა საშუალო მენეჯერები ვსებს საუბრობ მე არ ვიცი როგორ უყურებენ ამ სამყაროს მაგრამ ჩვენ არა ვართ მაგრამ ეგეთი კომპრომისი ხალხი რომ აი ეს ვცემო და ხვალ ვაიმე შენ გენაცვალე შენ გეხუტუნეთი ვესაუბრო ავთანდილ სწორედ აი ამიტომ მინდა გკითხოთ ეხლა ფაქტურად თქვენვე გამოიწვიეთ ჩემში ეს შეკითხვა აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მე სულ ძალიან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ მე ისევ და ისევ ხაზგასმით ვამბობ არ ვსაუბრობ ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე და მათ ასე ვთქვათ პარტიაზე მე ვსაუბრობ საზოგადოებაზე და ის სამართალდამცავებით პოლიციას ვგულისხმობ მე ისიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია. აი მაგალითად ქუთაისი ერთი პატარა ქალაქია, სადაც თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, ხო? როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თავისუფლების გამარჯვებით დამთავრდება. თქვენ, აი როგორც საზოგადოების აი ამ სწორ მხარეს მდგომი ახალგაზრდა ადამიანი, როგორ ფიქრობთ და როგორ წარმოგიდგენიათ ამ ურთიერთობის აღდგენა და ცხოვრების გაგრძელება, იმიტომ რომ ეს ამ რეალობის წინაშე ჩვენ ვდგავართ, ეს ადამიანები არსებობენ და ვიმეორებ, რომ ეს ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ქვეყანა, რომ ერთმანეთთან ასეთი დიდი კონფლიქტი გქონდეს და ესეც ისევ და ისევ ვიმეორებ ჩვენი საზოგადოების ნაწილია. როგორ წარმოგიდგენიათ ასე ვთქვათ ცხოვრების გაგრძელება და თანაცხოვრება, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ რიგში ამ ქვეყანაში არასდროს სამართალი არ დამდგარა, აქ მე დავიწყო. არასდროს ჩვენ საზოგადოებას არ გადაუფასებია რა მოხდა, რა ხდება და რა უნდა მოხდეს. არასდროს ესეთი არ ყოფილა. სასამართლოს შემთხვევაში არასდროს არ ქონია შანსი, რომ სამართლიან სასამართლოში მივიღო მონაწილეობა და გვენახა მართლა კვანტა მართალი რომელი არის და რა არის. და ყოველთვის იყო რომ თაროზე შემოდებული საქმეებით ხსნიდით აი ამ ჩვენ დამოუკიდებლობას და ეგ უნდა მორჩის. ვინც მართლა დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პატიება, არ პატიება ეს ჩვენი საქმე არაა. სამართალი თუ აინტერესებს ვინმეს, მაშინ სასამართლო უნდა გადაწყვიტოს, როგორც არა ამ სასამართლო, არამედ სასამართლო მართლა რასაც ქვია სასამართლო. უნდა გადაწყვიტოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით თანაშავე თუ არ არის დამნაშავე. მათ შორის თუ იდენტიფიცირება არაა შესაძლებელი, ესე იგი არ ყოფილა დამნაშავე, ვერ აკავებ, პასუხს ვერ აგებინებ, უსამართლობის გზნობა გექნება, მაგრამ ეს სამართლიანია. თუმცა მე ჩემი გადმოსახედიდან მე რასაც ვუყურებ ამ ყველაფერს, ამ საზოგადოებას ყოველ შემთხვევაში ამდენი წელია და ჩემზე დასრულების ასაკიდან. ერთადერთი მე რაც რჩება შტაბეჭდილება არის, რომ თუ რაც არ უნდა მოხდეს, როგორაც არ უნდა წავიდეს ვექტორი, ანუ ამ ადამიანებმა წინა 34 წელი უნდა გადაიაზროს. რატომ მოხდა საბოლოო ჯამში ეს? არც ერთი მთავრობა 4 წელი არ უნდა ჩერდებოდეს. ყველა მთავრობა 4 წელში უნდა იცვლებოდეს. თუ 4 წელიწადში მთავრობა ვერ ასწრებს საქმის გაკეთებას, ის მთავრობა არ ვარ.
მე რომ მომყავს მუშა და უნდა გამიკეთოს მაგალითად რა ვიცი ის ონკანი თუ ვერ მიკეთებს ონკანს 1 საათში და ან 2 საათში ის მუშა არ ვარგა უნდა მოვიყვანოს სხვა პროფესიონალი ესე უნდა იყოს მთავრობის მიმართაც ზუსტადაც ანუ არ შეიძლება 4 წელზე მეტი გააჩერო ვინმე ნებისმიერ სულ კარგი გულის ადამიანი იყოს და სულ კარგი ოჯახი საუკეთესო ოჯახის შვილი იყოს როგორც შევიათ ხოლმე ჩვენ საზოგადოებაში შეფასება და არა ინდივიდუალურად არ შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ ძალაუფლების, ასე ვთქვათ, ხოტვა და ებადა ეს ყველაფერი აფუჭებს ადამიანს საბოლოო ჯამში. ხედავთ ამას, უკვე არაფერი შეცვლილა ჩვენ ისტორიაში ფაქტობრივად. უარესობისკენ თუ იცვლება თორე, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა ფაქტობრივად. ეს პრინციპები უნდა გადაიაზრონ ადამიანებმა ჩემი გადმოსახედიდან საკუთარ თავში. თანაცხოვრებას რაც შეეხება, მე პირადად საერთოდ არ ვაპირებ და არც გავაგრძელებ თანაცხოვრებას იმ ხალხთან ერთად რომელმაც ამაში მონაწილეობა მიიღო და რომელმაც პირადად აღასრულა. მე არ ვიცი მესმის რომ მე არც ბოროტები, არც რაღაც შურისძიებებზე ვფიქრობ და რაღაცეებზე, ასე შემდეგ, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ რომ ესე მშვიდად და ბედნიერად გავაგრძელო ცხოვრება იმ ხალხთან ერთად, რომელმაც მან თემაზეც კი არ არის საუბარი. ანუ ისეთი ზიზღით გიყურებდნენ და იმდენად ეამაყებოდათ რომ აი წაქცეული რო ხარ და გათიშული რო ხარ და უბრალოდ თვალი დაახილო ზემოდან ბატინგით გიმატებიან სახეში და მე ზემოდან იმან იქ მოტეხა, ამან აქ მოტეხა, რომ გეგონება თითქოს ომი მოიგეს და უკან დაიბრუნეს აფხაზეთიო და მე მაშინაც ვეუბნებოდი მაგათ, რომ აიღეთ იარაღი, მომეცით იარაღი და წამოდი ესეთი მაგარი ბიჭები თუ ხართ. საზღვართან მე ვაფშე არ მაქვს პრობლემა მაგასთან დაკავშირებით. თუ აიგეთი მაგარი ბიჭები ვერ ხართ და არ ხართ, მაშინ შეეშვი ამ იმას ბალამუტობას პირდაპირ მნიშვნელობით და მიხედე შენ საქმეს და საერთოდ ჯამში რა უნდა ამ საზოგადოებას ხო უნდა იცოდეს პასუხი ან кейფი და დროსტარება ამ კუთხით მინდა წავიდეთ თუ რაღაცა გვინდა რომ შევქმნათ თორე მე საქართველოს ისტორიაში ერთადერთი აღმაშენებლის იქეთ მე წესიერი ასე ვთქვათ ნათელი და ისეთი წერტილი არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში როცა ჩვენ ქვეყანას აღორძინების ხანა ქონდა მე ეგეთი არ მახსოვს ყველა ქვეყანას ქონია ფლანგვის ხარჯვის და დოლათის მოპოვების ხანა და ჩვენთან როდის იყო ეს ბოლოს რო ამდენიმე საუკუნის წინ ცოტა ისეთი ისა რა შესახედი ცოტა ცუდი შესახედი ავთო ბოლო კითხვაც მექნება ეს ყველა დაშავებულთან დაზარებულთან გვაქვს ხოლმე პრინციპში იმიტომ რომ მას შემდეგ რაც დაგაკავეს არის ხოლმე შემთხვევები როდესაც მერე საპატრულო პოლიციის ხელში გადაყავთ ხოლმე ადამიანები და იქ ვითომ მერე კარგი და ცუდი პოლიციელის როლის მორგება მიდის ხოლმე და თითქოს მე შენ შემთხვევაში საავადმყოფოში მოგიწია ეგრევე წასვლა თუ ქონდა რაღაც ეპიზოდი წინასწარი მოთავსების იზოლატორში მე 3 საათი სამმართველოში ვიყავ, უბრალოდ იზოლატორში არ ყოფილვარ, მე. სამმართველოში გადაგიყვანეს, სადაც ოქმი შეადგინეს, ხო? ხო, სამმართველოში გადამიყვანეს, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს მომენტები, იმიტომ რომ დაახლოებით 4 ჯერ მაინც დავკარგე გონება და წესად ვერც ფოკუსას ვერ ვაკეთებდი და ერთ-ერთი მე ვერც მე სამედიცინო დახმარებას ვერ მოვითხოვე, იმიტომ რომ საუბრის უნარი არ მქონდა. ესეც ვერ ვსაუბრობდი და მაგროს ერთ-ერთმა პოლიციელმა გამოიძახა ერთი რაღაც მომენტში როცა აზზე მოვედი ხმები მესმოდა რომ ეუბნებოდა რომ სად არის სასწრაფო არ შეიძლება ამის გაჩერება ხო, ანუ ფაქტურად არ იყავი გონზე მაშინ როდესაც დაგაკავეს. ავთო ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ჩაგვერთე, იმიტომ რომ არ ხარ თლათ ბოლომდე გამოჯამრთელებული და მინდა ჯანმრთელობა გისურვო, მხნეობა და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე დაუბრუნდები რიგებს რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი უკეთესად შეიცვალოს იმ სამპროტესტო ტალღას რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში არის. დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ და სამართალი გვეპოვოს ასე დაგემშვიდობებით. მე იმედი მაქვს რომ სიმართლე გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში. დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა. მადლობა. მაიკო ერთი მეორეზე უარესი ისტორიები არის და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ამ ყოველფრის მოსმენა და მე ვფიქრობ რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ თუ როგორ იქცევენ ეგრეთ წოდებული სამართალდამცავები და ის ტყუილი განცხადებები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს თითქოს რაღაცა სახის შესანარჩუნებას, რომ არანაირ ძარცვას ადგილი არ ჰქონია მომიტინგეების და ჩვენ არაერთი მტკიცებულება იყო ამ ეთერშიც და სხვა ეთერებში და ზოგადად სოციალურ
საქართველოშიც, როდესაც ადამიანებს ტელეფონებს არ თმენდა ეს ტელეფონები ჩანს, იმიტომ რომ 21 საუკუნეა და ამ ტელეფონებს აპლიკაციები აქვს და GPS სისტემა აქვს და ხედავთ ეს ტელეფონები სადაა. რაღაც ნაწილს ხადია ზოგს იმდენი ტვინიც არ ყოფნის იმ სამართალდამცავებს, რომ ეგ სისტემა მაინც გაუჩენ ან ტელეფონი გათიშონ ზოგადად ვიღაცებს სახში აქვს წაღებული ეს ტელეფონი, აღარ საუბრობ იმაზე, რომ ზოგი ნაწილებად აბარებს ამას და ზოგი ალომბარდებს, ხო? და რა სწორად აღნიშნა ავთომანო საერთოდ როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან თანაცხოვრების გაგრძელება იმ თვალსაზრისით, რომ ვითომ არაფერი არ მომხდარა და თვალები დაუხვიჭოთ და დავივიწყოთ, რომ ისინი თითქოს ქართულ მოსახლეობას არ ძარცვავდნენ, მას შემდეგ რაც აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მე ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის. არა, ძალიან რთულია, სანდრო. ნამდვილად ძალიან რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ ისევ და ისევ კეთილსინდისიერი სასამართლოს ძალისხმევით უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება, იმიტომ რომ დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მან უნდა აგოს პასუხი საზოგადოების წინაშე, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდეს და ძალიან მნიშვნელოვანი არის სოლიდარობის ფაქტი თვითონ, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ხოლმე ხშირად, რომ ქართველები ჭირშიც გვიყვარს ერთმანეთის გვერდში დგომა და ლხინშიც, მაგრამ აქ კიდე რაღაცა სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე, აქ უნდა შედგეს სოლიდარობის აქტი. არა აქვს მნიშვნელობა 400-მდე ადამიანი იქნება ნაცემი თუ ნაწამები თუ ერთი ადამიანი. როდესაც ერთ ადამიანზე ძალადობს სამართალდამცავი ქვეყანაში, სოლიდარული უნდა იყოს მთელი ქვეყანა ამის წინაშე და აუცილებლად რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდეს და ჩვენ სამწუხაროდ წლებია სხვადასხვა ხელისუფლებების დროს ამისი ძალიან ცუდი გამოცდილებები გვაქვს. სამწუხაროდ დროული რეაგირება არ მოხდა, საჭირო რეაგირება არ მოხდა არც მაშინ და არ დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც უნდა დასჯილიყო, მინიმუმ სამსახურიდან უნდა გათავისუფლდნენ და არ უნდა მიეცეთ მათ, ასე ვთქვათ, ამ სტრუქტურაში მუშაობის უფლება. ამიტომ წინ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი გზა გვაქვს გასავლელი, ძალიან ბევრი რამე გვაქვს სასწავლი, ეს პროტესტის ფორმებიც გაფიცვა, სოლიდარობა, ამის კულტურაც მე ვფიქრობ, რომ კიდევ და კიდევ ინერგება და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ.